მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმარი არის თქვენთვის ნაცნობი ჩვენი სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია და დღეს ჩვენ მედაცოტნე შევეხებით უამრავ თემას, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ის რაც ხდება დღეს პოლიტიკურად, ასევე მსოფლიოში. და მინდა რომ ტრადიციულად დავიწყო სტალინის ციტატით: ერთიანობა როგორც ნიღაბი და დეპუტატის არჩევნები. ეს სათაურით. როდესაც ბურჟუაზიული დიპლომატები ომს ამზადებენ, ისინი გაძლიერებით მართავენ ხოლმე ყვირილს მშვიდობიანობისა და მეგობრულ ურთიერთობებზე. თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი ჭიპანაწყვეტაშია სამშვიდობო კონფერენციის მოწვევისთვის, იცოდეთ, მის მთავრობას უკვე შეკვეთილი აქვს ახალი დრედნოუტები და მონოპლანები. თანამედროვეობაში ახალი ტანკები და დახმარებები, ხო? დიპლომატის სიტყვები და საქმე ერთმანეთს უნდა სცილდებოდეს. თორემ აბარა დიპლომატიაა ის, სიტყვები ერთია, საქმე სულ სხვა. კარგი სიტყვები ნიღაბია ცუდი საქმეების დასაფარად. გულწრფელი დიპლომატია ეს მშრალი წყალია, ხის რკინა. იგივე უნდა ითქვას ლიკვიდატორებზე. მათი ყალბი ყვირილით ერთიანობის შესახებ. ამას წინათ პლეხანოვი პარტიის შიგნით გაერთიანების მომხრე ლიკვიდატორთა კონფერენციის რეზოლუციების გამო წერდა, მათ 10 ვერსზე უდით დიპლომატიის სუნიო. და შემდეგ იმავე ამხანაგმა პლეხანოვმა მათ კონფერენციას გამთიშველური უწოდა. უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ლიკვიდატორები ატყუებენ მუშებს დიპლომატიური ყვირილით ერთიანობაზე, ვინაიდან ერთიანობაზე რომ ლაპარაკობენ, ისინი გათიშვას აწყობენ. და მართლაც ლიკვიდატორები ეს სოციალ-დემოკრატიის შიგნით მყოფი დიპლომატები არიან, რომლებიც ერთიანობის შესახებ წარმოთქმული კარგი სიტყვებით ფარავენ მათ მიერ დაწყებული გათიშვის ცუდ საქმეს. როდესაც ლიკვიდატორი ჭაპანაწყვეტაშია ერთიანობისთვის, იცოდეთ, მან უკვე ფეხქვეშ გათელა ერთიანობა გათიშვის გულისთვის. და აი ეს ციტატა შევარჩიე, იმიტომ რომ ჩვენ თემის ორ ნაწილს ეხება. ეხება როგორც საქართველოში არსებულ ვითარებას, როდესაც ჩვენმა ამ შემთხვევაში სანაკებო ოპოზიციამ, პროდასავლურმა ოპოზიციამ თავისი მიმარცხენე ცენტრისტული თუ მარჯვენე გაერთიანებებით გადაწყვიტეს, რომ მათ თუმე საერთო მიზანი აქვთ, საერთო ბრძოლა აქვს და ისინი თავის ტაქტიკას ხსნიან ასე, რომ საქართველოში მყარდება დიქტატურა და ერთადერთი ჩვენი დასაყრდენი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში დასავლეთი. ჩვენი ტაქტიკა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ამბობს პირიქით, რომ დასავლეთი არის დიქტატურა და ერთადერთი ჩვენი დასაყრდენი ამ შემთხვევაში არის ადგილობრივი ბურჟუაზია. ხო? ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ადგილობრივი ბურჟუაზიის მომხრეები ვართ. ეს იმას ნიშნავს, ჩვენ ტაქტიკურად ავირჩიეთ და არ უმალავთ ამ გზას. თუმცა ეს საკითხი გავარჩიოთ, ზუსტად ვისი ტაქტიკაა სწორი ამ შემთხვევაში და რატომ? იმიტომ რომ მე როგორც ვუყურებ, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ადგილობრივსა და გარე აქტორებს შორის და ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ერთ-ერთი მხარე მაინც დამარცხდეს, ხო? ამ შემთხვევაში დამარცხეს გარე აქტორი და დაურჩეთ ასე ვთქვათ ერთ-ერთზე, მოვიყუჩოთ ჩვენთვის ჩვენი შიდა აქტორები. ამის საწინააღმდეგოდ მათი ტაქტიკა გვეუბნება იმას, რომ გარე აქტორები არ უნდა დავამარცხოთ, მათ ისინი პირიქით შესუსტებული პოზიციებიდან უნდა გავაძლიეროთ, რომელიც თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ შიგნით ვერ დაამარცხებს შესას, ხო? უბრალოდ ესე. ანუ შიგნით ისევ ძლიერდება თუ ამ სახელით არა, სხვა სახელით იგივე სისტემა ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ისინი ჩემი გადმოსახედიდან და ალბათ მეთანხმებით გვეუბნებიან, რომ ჩვენი ტაქტიკა არის გავაგრძელოთ ეს ყველაფერი ისე როგორც არის. ეს არის მათი ტაქტიკა. კი ბატონო. მოგესალმებით ვილემ, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. აი თან ჩვენი რეალობა უნდა შევხედოთ კონტექსტიდან, ხო? ანუ კონტექსტი არის ის, რომ 35 წლის წინ დაახლოებით 33 წლის წინ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ასე რომ ვთქვათ, დაიშალა საბჭოთა კავშირი და იქნება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. რა თქმა უნდა, კაპიტალისტური წარმოებითი ურთიერთობების და ეკონომიკური ურთიერთობების ასე ვთქვათ, საფუძველზე და იქიდან მოყოლებული ჩვენ ცხოვრობთ აი ამ დღის წესრიგში. უბრალოდ ძალიან მარტივად რო ავხსნათ დავუშვათ იგივე გარე აქტორი ამ შემთხვევაში ჩვენთვის ვინც არის გარე აქტორი დასავლეთის სახით, ევროპის და ამერიკის სახით, ხომ? ეს არის ის გარე აქტორები, რომლებმაც რაღაცა 90%-იანი წვლილი აქვთ იმაში, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა სისტემა, სადაც
ის ადამიანები, ვინცაც ჩვენ საუბრობ და ვის მიმხრობასაც ეს ხალხი ცდილობს, ანუ შრომელი უმრავლესობა, ხო? სისტემა, სადაც მთელი ეს სისტემა მორგებული იყო შრომელი უმრავლესობის ინტერესებს, ხო? შეიძლება მას ჰქონდა რაღაცა ნაკლი, ჰქონდა რაღაცა პრობლემები, რაც შეიძლება უნდა გამოსწორებულიყო, ხო? მაგრამ ის რომ ის დაიშალა, ამით ჩვენ პროგრესისკენ კი არ გადავდგით, ნაბიჯ პირიქით, უკან დავბრუნდით რაღაცა ფეოდალიზმის ეპოქაში, პრინციპში რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს შეგვიძლია ფეოდალურ კაპიტალიზმადაც კი შეიძლება დავახასიათოთ, ხო? აქედან გამომდინარე ის ძალა, გარე ძალა, გარე აქტორები, დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ვიზეც იმედს ამყარებს ჩვენი ეგრეთ წოდებული პროდასავლური სოციალ-დემოკრატია და მათი გაგრძელებები კიდე მემარჯვენე მოკავშირეების სახით, ხომ? ეს არის ძალა, რომელმაც ის რეალობა, რა რეალობაშიც დღეს არის ქართველი მშრომელი და ქართველი მუშა, ეს არის ის რეალობა, რომელიც მათ ჩვენ შეგვიქმნეს გარედან ხელოვნურად საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესების გამოწვევის გზით და საბოლოო დაშლით, ხომ? ეხლა მათი დამოკიდებულება გავს როგორ რაღაცას, იცი რომ აი ქარხანას რომ მუშა წაართმევს პატრონს, მე ვიღაცა მოვა, ისევ პატრონს დაუშვამს და ისე ეხლა აი ამ პატრონისგან ელოდები იმას, რომ ვინც ეს სისტემა შეგიქმნა, ელოდები იმას, რომ რაღაცა თითქოს რაღაცა სოციალური სიკეთეები უნდა შეგიქმნას, უნდა განgaვითაროს, რაღაცა ის და თელს პასუხისმგებლობას აკისრებ მხოლოდ და მხოლოდ შიდა ფაქტორს, ანუ შიდა ბურჟუაზიას, ხო? რა თქმა უნდა, რომელსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და მისული პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ რომ ისინი სწორედ აი ამ საგარეო აქტორების მხარდაჭერით აკეთებენ იმას, ხო? ის თქვა მინდა ამ შემთხვევაში აი ეს მინდოდა მეც დამემატებინა რა, რომ რეალურად ჩვენ კი ვიღაცების ჯეროდათ მითების თავისუფალი ბაზრის შესახებ და კაპიტალი და თავისთვის დაცურავს კაპიტალი ამ სამყაროში და არაფერი პრობლემა მას არ ექნება, მაგრამ დღევანდელმა რეალობამ ხო გვანახა ამ სანქციებმა, როგორ შეიძლება გადაკეტვა და გადმოკეტვა რაღაც კონკრეტული რესურსების, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა, რო არა მათ მიერ ხელდასმა ჩვენი ამ ოლიგარქების, ხო? თუნდაც აქ, თუნდაც რუსეთში ნებისმიერ ადგილას, ხო? ისინი უბრალოდ ვერ იარსებებდნენ, იმიტომ რომ ისინი მათი ინტეგრირება მოხდა დასავლეთის ბაზარში. დასავლეთს თავისუფლად შეეძლო, თუ ესე ძალიან არ უმოწონდა. თავისუფლად შეეძლო მათთვის ეს კანალები გადაეკეტა. რა თქმა უნდა. და ბევრს ალბათ გადაუკეტა კიდეც, ვიღაცებს არ გადაუკეტა. რა თქმა უნდა და აი ეგ ამის მიზეზები უნდა აუხსნათ. ანუ ესენი ცალმხრივად უყურებენ საკითხს, ანუ როდესაც საუბრობენ იმპერიალიზმზე, ხო? ანუ ესენი მხოლოდ და თითქოს სამყაროში არსებობს მხოლოდ რუსული იმპერიალიზმი, სხვა ყველა და ჩინური. ხო, და ჩინური. კი ბატონო, ჩინური იმპერიალიზმი და დანარჩენი მთელი მსოფლიო არის რაღაცა სიკეთის სავანე, რაღაცა 64 ედემის ბაღი, რომელიც ცდილობს აი ამ ბოროტებას რუსეთისა და ჩინეთის სახეს და მათი იმპერიალიზმის სახით დაუპირისპირდეს და შეაჩეროს. მაგრამ თავისივე აზრებში რო იბლანდებიან ახლა ამ ბოლო პერიოდში თუ ეხლა ამერიკაც იმპერიალისტი ხდება. ანუ ეგ არის როგორ რაღაცა აი ჩვენ რასაც საუბრობდით მანამდე, ხო? აქ უწერია ერთ-ერთ ტომშესტი რამე უწერია, რომ ეს არის თუ ავანტურისტის ბუნება, ავანტურისტი იმის ავანტურისტიაო და ოპორტუნისტიო, რომ სულ გამოძრომაზე ფიქრობსო. იმიტომ რომ ის ბოლომდე ვერ ამბობს ვერც სიმართლესო და თან გვერდს უვლის ყველაფერსეც, რაც რეალურად დამაპირისპირებელი შეიძლება იყოსო. ხო, სიმართლე სულ გამოძრომაზე არის. სიმართლეს ვერ ამბობს, მაგრამ მართალი უნდა გამოჩნდეს, ხო? ხო და უბრალოდ ჩვენ რასაც საუბრობდით 2 წლის წინ თუ როდესაც დავიწყეთ თუნდაც ეს ეთერი, ხო? ის რომ დაუშვათ არსებობს ეს იმპერიალიზმის კაპიტალიზმის შემდეგ პირობებში ნებისმიერი ძლავრი კაპიტალისტური სახელმწიფო, მით უმეტეს განვითარებული დასავლური სახელმწიფოები არიან ჩვეულებრივად იმპერიალისტური სახელმწიფოები და ეს ანუ აქ ამათ რა ელემენტარული რაღაცა არ ესმით და ეს ჩანს რუსებთან მიმართებაში რო არ ესმით, მათ არც მარქსიზმი ესმით, არც დიალექტიკური მატერიალიზმი ესმით, როდესაც საუბრობენ რაღაცა ერის თვისებაზე, როგორც რაღაცა იმპერიალისტურზე ან როგორც ფაშისტურზე, რაღაცა კაცობრიობის მტრად რო აცხადებენ ეს ჩვეულებრივად ფაშიზმი თვითონ არიან ფაშისტები ამ შემთხვევაში და ამათ არის ის რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ დასავლურ იმპერიალიზმზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იმას რომ გერმანელის ან რაღაც ამერიკელის ბუნებაში არის ფაშისტობა და იმპერიალისტობა და სხვისი ჩაგვრა და ასე შემდეგ. არა, ჩვენ ვსაუბრობთ რომ სისტემა კაპიტალისტური თავისი შინაარსით ასეთი ამ ჩაგვრელია ის როგორც ჩიგნით ქვეყნის
ბურჟუაზისა და მუშათა კლასის დაპირისპირების სახით, ასევე ჩაგვრელია საერთოდ საერთაშორისო საზოგადოების მასშტაბით, გეოპოლიტიკის მასშტაბით, როდესაც ძლიერი სახელმწიფო, რომელიც განვითარებულია მეტად, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო განვითარებას არ ნიშნავს, ხო? ანუ რუსეთი არის სამხედრო ინტერვენციული, ასე ვთქვათ, იმპერია შეიძლება ესეთი ტერმინი გამოვიყენოთ, ხო? მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები დასავლეთ თავისი განვითარებული ინდუსტრიებით, მაღალ ტექნოლოგიური წარმოებით, ხო, რბილი ძალით არის ჩვეულებრივი იმპერიალისტი, რომელიც უხეშ ძალას არ ერიდებიან, ხება საქართველოს, აი, ყველაფერი ხო დააქვთ ხოლმე საქართველოს, რომ აი, იმან მე დამბომბა, ამას არაფერი არ უქნია. ანუ თითქოს ის რო რაც სირიაში აკეთეს, ეხლა რაც ხდება თუნდაც აკეთეს რა, ეხლა რაც ხდება სირიაში, ხო? ერაყში, ავღანეთში, ანუ აფრიკაში ეს უნდა დავივიწყოთ, ანუ მე რა, ანუ უნდა და მე ჩვენ რა სხვებს აბრალებენ რომ იზოლაციონისტები არიან და სამყაროსგან მოწყვეტა უნდათ. ნამდვილად მინდა მაგ სამყაროსგან მოწყვეტა, მე პირადად. რა თქმა უნდა, მე პირადად დიღმის ბაზას დაუხურავდი დღესვე. არა, მან ხო იყო რომ მითი, იმიტომ არის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით, ეხლა ეს ხალხი აი ამ რეალობის წინაშე დგება. რაღაცა ნაწილს ალბათ იმედი მაქვს რომ ეყოფა იმის ვაშკაცობა რომ აღიაროს რომ კი ცდებოდი და არა მართლა ეგრეა და რაღაცა ნაწილი ალბათ ამას არ დაიჯერებს და ისევ იმ თავიანთ რაღაცა იმაში იქნები გამოგონილ სამყაროში იცხოვრებენ, სადაც სირია ან ავღანეთი კეთდებოდა დემოკრატიისთვის, ქალთა უფლებების დასაცავად, ლიბიაში კადაფი იმიტომ ჩამოაგდეს, რომ იქ რაღაცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილიალი გახსნილი იყო შიგნიდან, კემბრიჯის უნივერსიტეტი, რომ იქ ლიბიელ ახალგაზრდებს ევროპული განათლება მიიღოთ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს როგორც ფუთავდა ამას რაღაცა დასავლური პროპაგანდა მაშინ, ხო? ანუ ეს ვიღაცამ მართლა დაიჯერეს. მაგრამ დღეს უკვე ამის დაჯერება. დღეს, როდესაც აი ამ ყველაფერს უყურებ, როდესაც აი თუნდაც არც რუსი, არც ჩინელი, არც კომუნისტი დაუშვათ რომელიმე კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ჯეფრი საქსი გამოდის დაუშვათ ევროპარლამენტში და ამბობს, რომ ყველა აი ამ კონფლიქტზე სირიის, ლიბიის, ავღანეთის, ერაყის, კოსოვოს და ასე შემდეგ პასუხისმგებლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს და აქ ეს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ გვეგონა რომ მივიღეთ რაღაცა გვეგონა პრინციპში მივიღეთ ერთპოლარული სამყარო, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები გახდა აბსოლუტურად ჰეგემონიური. არა ჰარმონიული. ხო, არა ჰარმონიული, ხო, ამას ზუსტად ხო, ანუ ერთპიროვნული ჰეგემონიური სახელმწიფო გახდა და ჩვენ გვეგონა რომ ყველაფრის გაკეთების უფლება გვქონდა, რასაც ჩვენ მოვისურვებდით, პირდაპირ ამ შეუძლიათ ნახონ, ამოიღონ და ჩვენ არ ვითვალისწინებდით სხვათა ინტერესებს, სხვათა პოზიციებს, სხვების უსაფრთხოების ხაზებს და წითელ ხაზებს, მათ შორის რუსეთი და ეს იყო მახინჯის სისტემა, ანუ ეს რო ეხა თავის დღესაც რასაც აკეთებენ, ესეც მათი ახალი პროპაგანდის ის არის, რა ქვია, საშუალება და იმიტომ საუბრობენ ესე, როგორც საუბრობენ, მაგრამ ხო ფაქტია, იმ რაღაცა სიმართლის ნაწილის აღიარება მოუწიათ. იმიტომ მოუწიათ, რომ ხო დღეს ესე ჭირდებათ, მაგრამ ეს ფაქტია. ამას თვითონ ლაპარაკობენ, უკვე ტრამპი ლაპარაკობს, უკრაინის ომთან დაკავშირებით პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის ომი დაიწყო იმის გამო, რომ ნატო ფართოვდება აღმოსავლეთით, ხო? ჩვენ როდესაც ამას ვიძახდით, არა. ეს რას ქვია, ეს იყო რაღაცა პუტინისტური რუსული ნატო თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც ესკენ მოიწევს. ხო, რა თქმა უნდა. აი ეს რეალობები იცვლება და ამ რეალობების ამ ხალხის პერსპექტივა საერთო ჯამში, აი ამ ახალ სამყაროში თუ ისინი ვერ მოახერხებენ ადაპტაციას, ანუ რეალობისთვის თვალის გასწორებას და იმის დანახვას თუ როგორ სოფლიოში ვცხოვრობთ. მემარცხენე ძალების, რეალური მემარცხენე ძალების როლი კიდევ უფრო წინ წამოიწევს მთელ სოფლიოში. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ეტაპი, ახალი ეტაპი რაღაცა მულტიპოლარული სამყაროში, რომელიც იკვეთება ახლა თითქოს, ხო? ეს არის დაახლოებით ეტაპი. არა მარტო რეალური მემარცხენე ძალების, ანუ შეკვეთილი მემარცხენე. არა, ეგ რა თქმა უნდა, მე ვიძახი საჭირო, ეგ წინ წამოიწევს, მაგრამ მე ვიძახი რომ საჭიროება წამოიწევს წინ რეალური მემარცხენე ძალების, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ შევდივართ რაღაცა აი ცივი ომის პერიოდში, დაახლოებით რომ თქვა, აი ეს სოფლიო ომის შემდეგ უბრალოდ აქ ორი პოლუსის ნაცვლად, მესამე პოლუსიც გამოკვეთილია და ეს არის ჩინური პოლუსი, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არის ეპოქა, როდესაც ეს რაღაცა იმპერიალისტური ხასიათი აი ამ ქვეყნების და იმპერიების, ხო, რომელიც ადრე შეფუთული იყო რაღაცა დემოკრატიის საფარქვეში, ან რაღაცა მოქმედებდა რბილი ძალის საშუალებით და რაღაცა USAID რაღაცა არასამთავრობო 20,000 არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნიდა საქართველოში და მე მათ აფინანსებდა, ეს რო დამთავრდა, იმიტომ რომ
ამერიკული იმპერიალიზმი მიხვდა იმას, რომ ეს არის ძალიან დიდი ხარჯი. ხო, ანუ ესენი უნდა ვინახო და თან უკვე აღარც მუშაობს პრინციპში, ხო, საქართველოში ვერ მოაწყეს გადატრიალება, ბელარუსში ვერ მოაწყეს გადატრიალება და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ისინი პირდაპირ უკვე ღიად, როგორც მათ შორის რუსეთი აცხადებს, ეს არის დაუშვათ, ხო? ნუ უბრალოდ რუსეთი ამერიკისგან განსხვავებით ამბობს, რომ ეხლა იქ თავდაცვით პოზიციაში უფრო არის, ვიდრე შემტევ პოზიციაში, იმიტომ რომ იძახის, რომ ნატო აქეთ ნუ გაფართოვდება, თორემ მე ვიმოქმედებ, ხო? და იმოქმედა უკრაინაში როგორც იმოქმედა, ხო? და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აშკარად რაღაცა აი ძალის კონცეპტიდან გამომდინარე რაღაცა რეალისტური სკოლა არის საერთაშორისო ურთიერთობების მოქმედებენ და ამბობენ რომ მე გრენლანდია მჭირდება. მე გრენლანდია უნდა მივიღო. ამას მივიღებ აუცილებლად. ხო, ანუ ეს იქნება ეკონომიკური ომის გამოცხადები დანიისთვის თუ სხვა მექანიზმების. მე ამას ვიზამ. იგივე შეუძლება კანადას, რომელსაც უწესებს 25%-იან სატარიფო გადასახადს, ხო? ანუ ეს არის ეპოქა, სადაც ის ქვეყნები, ის საერთაშორისო წესრიგი მოიშალა, რაც იყო აი საერთაშორისო ამერიკული საერთაშორისო წესრიგი, სადაც ყველაფერს გაკეთების უფლება ჰქონდა ამერიკას, მაგრამ სხვას არ ჰქონდა არაფრის გაკეთების უფლება და ეხლა ვღებულობთ ჩვენ რაღაცა მსოფლიოს, სადაც ეს ქვეყნები, ეს დიდი ქვეყნები თავიანთი სამხედრო მაჩვენებლებით, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით, მოსახლეობის მაჩვენებლებით, ტერიტორიის მაჩვენებლებით, ხო? იმოქმედებიან ისე, როგორც მათ ინტერესებშია და ეს აღარ იქნება შეფუთული რაღაცა ზეოჰუმანისტური, ტრანსჰუმანისტური იდეებით, ხო? ეს იქნება კაცრი კონკრეტული მოქმედება, როგორც მოქმედებს ტრამპი, ხო? ჩვეულებრივად, აი ეს ხო გასაკვირი იყო ამერიკელების ეს მოქმედება, ეხლა აი როგორი მარტივი რაღაცა იცი რომ აი ჩვენ ხშირად გვისაუბრია რომ იმპერიალიზმი თავის სახეს კულტურულ დაპირისპირებაში უფრო კარგად წარმოაჩენს, იმიტომ რომ ეკონომიკური იმპერიალიზმი რაც თავარი შინაარსია იმპერიალიზმის, ხო? ეს არის უფრო დაფარული საკითხი, რომელსაც კონკრეტული ცოდნა და კვლევა სჭირდება, ხო? აქედან გამომდინარე შელამაზებული თავისუფლება. შელამაზ, რა თქმა უნდა, ხო, აი ხო, დიახ და ეს კულტურული დაპირისპირება, როდესაც USAID ყველაფერს აკეთებდა და აი ამ რაღაცა NGO-ების სახით ყველაფერს აკეთებდნენ ზუსტად რომ ეს ყველაფერი შეელამაზებინათ, ხო? ეს ყველაფერი ზუსტად ამას ემსახურებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა ეს მარაზმი. აი იგივე აი რატო გამოაცხადა ტრამპმა რომ ისა თურმე როცა ბაიდენი იძახდა რომ 105 გენდერი არსებობდა თუ 160 გენდერი ეს გამოვიდა და იძახის რომ ორი სქესი არსებობს ქალი და კაცი დანარჩენი მე არ ვიცი, ხო? ანუ ეს რაღაცა იმპერიალიზმის ეს ამერიკული იმპერიალიზმის ეს მაჩვენებელი მივიდა იქამდე რომ ამერიკელები ცდილობდნენ რომ ქართველს ან რუსს ან რა ვიცი აზერბაიჯანელს სომეხს ეცხოვრა იმ ცნობიერებით, იმ კულტურული ნორმებით, იმ შეხედულებებით, როგორ ცხოვრობდა ცენტრი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ თუ ბრუკლინში ცხოვრებ ვიღაცა ჯეი ვიღაცას, ხო? ქონდა წარმოდგენა და აქვს რა ვიცი თავისი უფლება როგორც უნდა ისე ჯეროდეს და რაც უნდა იჯეროდეს, ხო, ჩემი საქმე არ არის, რას დაიჯერებს, ხო? ეს ამის გადმოტანას ცდილობდნენ, რა ვიცი, ხაშურში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ანუ ხო და ეს დაპირისპირება უკვე ღია გახდა და აქედან გამომდინარე მივხვდნენ ისინი რომ ეს უნდა დამთავრებულიყო. არა, იმის მიზანი რა იყო, მოდი ამას შაურმავდეთ უფრო, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა. რა არის ამ შემთხვევაში ამის მიზანი? მხოლოდ ის ხო არ არის, რომ მაგალითად გოჩას ეგონოს რომ არსებობს 108 გენდერი. ხო, ამის მთელი მიზანი ამისი არის, რომ გოჩამ აღიქვას საკუთარი თავი იმ ნარატივის ნაწილად, რასაც შეერთებული შტატები ატარებს, შესაბამისად მისი ინტერესები აღიქვას საერთოდ შეერთებულ შტატებთან. და ეს რაღაც ნაწილზე ძალიან დიდ ნაწილზე მიღწეული იყო, ხო, როდესაც ის რაც შენთვის იქნება გარანტირებულად დამანგრეველი, ხო, ის ნატოზე საუბარი, თუნდაც ამ უკრაინის ომში ჩართვა, ეს რაღაცეები ადამიანებმა ისე წარმოსახეს საკუთარ თავში, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება, ესე იგი მე მჭირდება და ეს უნდა გავაკეთო. კი. ხო და აი ეს ტერმინი, არ ვიცი ხა მაინც და მაინც ეს არა, მაგრამ სწორად შერჩეული ტერმინია პრინციპში, ხა უსამშობლოს ტერმინი, რასაც იყენებენ ხოლმე რა, ასეთი ხალხის მიმართ. აი რატო არის სწორად შერჩეული ტერმინი? ანუ როდესაც შენ ვერ საზღვრავ ვინ არის შენი, ხო? ანუ შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ხო და
ამერიკული ინტერესი გონია რომ ქართული ინტერესია და ვერ საზღურავ სად თავდება ქართული ინტერესი და სად იწყება ამერიკული ინტერესი ეს უკვე ნიშნავს უსამშრალობას მარტო ამერიკულზე არ არის რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანა იყო რუსეთის თურქეთის აზერბაიჯანის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესი როდესაც შენი ხალხის ინტერესებზე მაღლა დგას ეს არის უსამშრალობა და ყოველ შემთხვევაში არაქართველობა შეიძლება ამერიკა არის მათთვის სამშობლო მაგრამ მთელი შინაარსი ეს იყო. უბრალოდ ესენი ძალიან ცუდ დღეში არიან, იმიტომ რომ ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე კეთდებოდა, რასაც ამათ მხარი აუბეს, ასე რომ ვთქვათ, რა ნარატივში ჩაჯდნენ, რომელ ნავში ჩაჯდნენ და რომელ ზღვაში შეცურეს აი ამ 30 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ჩამოიშალა, ის ნავიც დაიშალა და იმ ზღვამ თუ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა სხვაგან მიდის და ეხლა ეს ამათთვის ძალიან რთულია აქედან გადაწყობა. როგორ უნდა მოახერხონ ეს გადაწყობა თითქმის წარმოუდგენელია. ისე რომ სახე შეინარჩუნონ. ისე რომ სახე შეინარჩუნონ. კი, მემარცხენე ამდენი ხანი ყველაფერში ყოველთვის ვწდებოდი. კი, მემარცხენე ძალებს ამის უფრო მეტი შანსი აქვთ იდეაში, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც ეხლა რაღაცა ახლოს არიან, თუ საერთოდ ახლოს არ არის, უბრალოდ მემარცხენე ძალები ქვიათ, არ ვიცი, მაგრამ ვინც ახლოს არის თეორიასთან, იმას ბაზისი აქვს იმის რომ ეს შემოbrunობა შეძლოს სწორად, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, პრინციპში პირდაპირ რო ითქვას, პირიქით ხედავთ მემარცხენე ძალები საქართველოში პირიქით აკეთებენ, ანუ მაშინ როდესაც ხედავენ რომ ეს ნავი ინგრევა და ჩამოიშლება და ეს გზა არის სტარი გზა და ამ გზას აღარ უნდა გაყვე. რა ვიცი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხვდა ბოლო-ბოლო, ანუ თამარ ჩერგოლეიშვილი მიხვდა, მართლა მიხვდა, იმიტომ რომ თუ დააკვირდები როგორ გამოდის რას ლაპარაკობს, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხვდა, მაგრამ ქართული მემარცხენე ძალები ნაწილი მათი ყოველ შემთხვევაში, ხო? ამას ვერ ხვდება და ცდილობს იმ ნავში ჩაჯდეს, რომელიც განწირულია ჩასაძირად და ეს იცი რა არის, ანუ იცი რა, პრობლემა ის კი არა თვითონ რაღაც უნდა ისცა როგორც უნდა დისკრედიტაცია მემარცხენე ძალების. მემარცხენე ძალების დისკრედიტაცია საერთოდ არ მანახავს. მემარცხენე ძალებს რაც უნდათ ის მოუვიდეთ. ეს არის ჩათრევა შრომელი ადამიანის წაგებულ ომში. ეს არის ავანტურიზმი. მათ რო ეუბნები რომ ევროპა შენი მეგობარია, მაშინ როცა ევროპა აქეთ გძარცვავს ყველაფრით, ხო? ამოიღონ მართლა ჩვენი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპასთან. რას გვიკეთებს ევროპა? აი და რაზე მიფუძნებ მე ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში, რატომ უნდა მერჩინოს მე ჩინეთთან ურთიერთობას ევროპასთან ურთიერთობა, რომ იცი რა ევროპაში თურმე კონსენსუსის წესით არის გადაწყვეტილების მიღება. რაში მაინტერესებს კონსენსუსის წესით რას იღებენ ევროპაში? ხო, არა, ნუ იმას აი დემოკრატია ყოფილი. შვენერი ის არის ბიბლიური ალეგორია იმის ეგვიპტიდან მოსეს რომ ებრაელები გამოყავს აღთქმული მიწისკენ, სადღაც 40 წელი ატარა და 40 წლის მერე სადღაც დასახლდნენ, ეს ყოველ შემთხვევაში ესე ვიცით ისრაელის ტერიტორიაზე დღევანდელი, ხო? დაახლოებით იგივე მითი შეგვიქმნეს ჩვენ, ანუ დაახლოებით რა პრინციპში ბორელი ხო გამოვიდა და თქვა რომ ეს ევროპა არის რაღაცა 60 ედემის ბაღი და დანარჩენი მთელი მსოფლიო არის ჯუნგლები, ანუ ეს ხო ჩვენი სიტყვები არ არის, ბორელის სიტყვებია. ხო და ეს რატო კეთდებოდა, ანუ ისინი გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ რაღაცა მიზანი დაგვისახეს, გვითხრეს რომ ეს თუ ასე იცხოვრებთ, თქვენ იცხოვრებთ იდეალურ საზოგადოებაში, სადაც არსებობს თანასწორობა, სადაც არსებობს დემოკრატია, სადაც არსებობს ადამიანის უფლებები და სხვაგან არსად არ არსებობს ეს ყველაფერი, ანუ თუ ეს არ არის ისეთი როგორიც არის ევროპაში, ანუ ლიბერალური, მაშინ ის არ არსებობს საერთოდ და აი ეს რაღაცა როგორ გითხრა კურდღელს რო კარტოფლის სტაფილოთი რო მისკენ გალიისკენ იმაშვები და გამოკეტავ შიგნით დაახლოებით აი ასეთ ქცევას გავს და პრობლემა ის არის რომ 30 წლის განმავლობაში ნებისმიერი ხელისუფლება ქართულ ოცნებას მოუწია ამ რიტორიკის ცვლილება, თორემ ქართული ოცნებას აი ამ რიტორიკის ნაწილი იყო და გამაძლიერებელი იყო, კი რა თქმა უნდა, ეხლა იგივე ევროკავშირი და ნატოსკენ გაწევრიანება, რომელიც დღეს უკვე პრობლემა ქართული სახელმწიფოს ჩანაწერი კონსტიტუციაში. დღემდე ვერ უჭირავთ, აი თუნდაც კონსტიტუციის ჩანაწერი ერთია, კარგი. დღემდე რასაც ქვია ხისტი პოზიცია ვერ აურჩევიათ რა. და არ ვიცი, ხა ვიღაცა ამას ისევ დიპლომატიურად შეფუთავს და ის გავახსენებ ისევ ამ ციტატებს, ხო? ანუ როდესაც დიპლომატიაზე იწყებენ ლაპარაკს, უკვე მზად არიან იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. და რო აი არ შეიძლება ხა, აბა როდის შეიძლება? როდის შეიძლება რომ პირდაპირ უთხრა ყველა შენი სათქმელი, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს?
ხო, არ ვიცი, შეერთებული შტატები მე მგონი ჩვენ დაგვასწრებს და ჩვენ საქმეს ახეთ გვეტყვის. იგივე დაუშვათ ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით, მით უმეტეს ახლა რა პროცესებიც მიდის, ხო უყურებთ ახლა აი უკრაინის საკითხს ხო უყურებთ, ხო ყველა ხედავს აი ამ პროცესს. პირდაპირ არის უკრაინა იგებს. არა, კი, რა თქმა უნდა. ხო და აი ყველა ხედავს, რომ პირდაპირ გაცხადებული იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში ომი, მამას პუტინიც იზაღდა, რომ პუტინს ხო არ მოვიყვანთ ახლა, არ გვინდა პუტინი, მოდი ტრამპ მოვიყვანოთ ისევ და ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის ომის უმთავრესი მიზეზი იყო, გაცრავად უკრაინის ომის უმთავრესი მიზეზი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ხო? ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უკრაინაზე უფრო აღმოსავლეთით ვარ ჩვენ, ანუ გეოგრაფიულად რომ შევხედოთ. თუ უკრაინა არის მიუღებელი რუსეთისთვის ანუ კიდევ უფრო აი სხვას რომ ყველაფერი არაფერი არ გვაინტერესებს მარტო გეოგრაფიაზე რომ დავიყვანოთ იქნება ესე მაინც გახდეს გასაგები ხო იქ რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესები ეს ის ამას თავს ვანებებ აღმოსავლეთ უკრაინა არის მიუღებელი რუსეთისთვის აღმოსავლეთით გაფართოება ნატოს ფარგლებში და უკრაინაზე უფრო აღმოსავლეთით არის საქართველოს რუკაზე აქედან გამომდინარე საქართველოს მიუღებელი საქართველოს აი ამ კონტექსტში ჯდება უყურე თვითონ ხო საუბრობდნენ ამაზე ხო გახსოვს შენ რომ უკრაინისა და საქართველოს ერთი კონტექსტის გარეშე ანუ ერთ კონტექსტში უნდა იყოს ყველგან მოხსენიებული ჩვენ არ შეიძლება ჩამორჩეთ ოპოზიცია რომ გამოდიოდა ეს ჩვენი პროდასალური ოპოზიცია და საუბრობდნენ უკრაინისა და საქართველოს საკითხების ერთმანეთისგან დაშორება არის დანაშაული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო კი ბატონო მართალი ხართ უკრაინისა და საქართველოს კონტექსტ სხვადასხვა კონტექსტში მოხსენიება არის დანაშაული ვეთანხმები და აქედან გამომდინარე ის კონტექსტი რაც უდგება უკრაინას ნატოზე უარის თქმა სამწუხაროდ ჩვენზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ან უკრაინელები იმ კუთხით რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი აღარც კი განიხილება იმიტომ რომ რუსეთმა ის რაც მიიერთა იმას აღარ დათმობს ამაზე ტრამპიც საუბრობს ამაზე რუბიომაც ისაუბრა და თქვა რომ გამორიცხულია ამაზე საუბარი აი საუბარი რომ ომის გაჩერებაზე სისხლის გაჩერებაზე რომელიც ორივე მხარეს რაღაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ხო ამის გაჩერებაზე და ის რეალობა რაც აქვს ევროკავშირისა და ნატოსთან დაკავშირებით იგივე რეალობა გავრცელდება საქართველოზე ეს ფაქტია ამას არ ვიცი თუ ვინმეს თავის მოტყუება უნდა ისევ და რაღაცა ილუზიებში უნდა ცხოვრება, შეუძლია იცხოვროს, მაგრამ სახელმწიფო არ შეიძლება ილუზიებში ცხოვრობდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავაგზავნებთ ილუზიებში ცხოვრება, ჩვენ შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ. ანუ ეს არის აქ თავარი პრობლემა, თორემ მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა არც ვისაც რაც უნდა იჯეროდეს, უნდა ნატოზე ილოცოს ყოველ დილასაღამოს და უნდა ბრიგზე. არ არის ეს პრობლემა, მაგრამ შენ როდესაც სახელმწიფოზე საუბრობ, როდესაც საკუთარ ხალხზე საუბრობ, საკუთარ შვილებზე საუბრობ, დებზე და ძმების მომავალზე საუბრობ, იმაზე საუბრობ, ეს ადამიანები გააგრძელებენ თუ არა არსებობას. როგორც სახელმწიფო, ან საერთოდ როგორც ადამიანი ფიზიკურად სიცოცხლის შესაძლებლობა ექნება თუ არა, ხო? ანუ მილიონამდე არის მსხვერპლთა რაოდენობა, უკრაინის შეიძლება მეტიც არის, ხო? ომი როცა დამთავრდება, ალბათ უფრო ზუსტად გვეცოდინება ეს ციფრები, მაგრამ კატასტროფული ციფრებია ეს ხო ყველამ ვიცით და აი როდესაც ამას ეთამაშები შენი რაღაცა ილუზორული წარმოდგენების გამო, იმიტომ რომ გონია რომ ნატო არის სიკეთე, რუსეთი არის ბოროტება. ესეც რო იყოს, ასეც რო იყოს, ხო? ჩვენ რატო უნდა შევეცდეთ? ჩვენ რატო უნდა გავწყვეტ აი ამ ბოროტებას, ხო? აი ეგ კითხვა, ხო? ანუ რატო უნდა გავწყვეტ მე ამ ბოროტებასთან ბრძოლაში? ესეც რომ იყოს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, ხედავ ამას. რომც ბოროტებას, რომც იმარჯვებს, ეს ბოროტება ფაქტია. გაიმარჯვა უკვე, რავი, ტრამპი მოვიდა იქ პუტინის აგენტი, კგბ-ს თანამშრომელია, ხო ეძახიან კგბ-ში გზდა იმას რაღაც კრასტორიო თუ რაღაც გვარიც მოგონს თვითონ რუსი არისო, ხო? მოვიდა იქაც კი ეგ არის. ხო და ანუ ხო არ შეიძლება რაღაცა ანუ არ ვიცი არანორმალური მდგომარეობაა რომ რაღაცა საკუთარ ფანტაზიებს, საკუთარ გონებაში გამოყვანილ რაღაცა სოფლიო წესრიგს უნდა გადააყენონ ქვეყანა და რა ვიცი ეს და მინდა რომ აი საქართველოს კონტექსტი ბარემ ამოვწუროთ და ერთი ესეთი მითი არსებობს რა და ბევრს ჩემს მეგობრებთანაც შემხვედრია ესეთი მითი რომ აი მრავალპარი იმიტომ უნდა ყოფილიყავი ამ არჩევნებზე ანტიოცნებისტი რა ვინც გინდა ყოფილიყო სხვა ხო რომ ჩვენ მივიღებდით მრავალ პარტიულ პარლამენტს და ну ჯერ ვერავინ ვერ ამიხსნა ამდენი მაიმუნის ერთად შეყრა ჩვენთვის კარგი როგორ იქნება ანუ ეგ ვერავინ ვერ ამიხსნა მაგრამ ანუ ლოგიკურად ისიალაგებენ თვითონ რომ აი კონკურენციაში ერთმანეთთან ჯერ საქართველოს სიყვარულში ერთმანეთს ნაღად არ შეეჯიბრებიან ეგ ხო ნაღლად ვიცით მაგრამ აი დაუშვათ და საქართველოს სიყვარულში ეჯიბრებიან ერთმანეთს და ამაზე მე მაქვს ესეთი პასუხი აი და კონტექსტით აი წარმოიდგინე 2013 წლის იანვარში მე გამოვდივარ და ვიძახი რომ დავამთავრეთ კი ბატონო ეს ყველაფერი და ეხლა უნდა დავიწყოთ ჩვენ ახალ პარტიაზე მუშაობა.
რომ დავამყაროთ დემოკრატიული სოციალიზმი. ხო, ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც ეხლა ამაზრზეა რომ მოდი მივაწვეთ. ხო, ხომ მეტყვის რომ ეხლა მოვიდნენ ეს ხალხი აცალე. რა სწვალობ. რაცალე იქნება კაი ხალხია, ხო, ანუ ეს თუნდაც რომ მომხდარიყო, რასაც ესენი ამბობენ, ხო, მრავალპარტიული პარლამენტი და მთელი ამბები ამდენი, მაგრამ ანუ ეს დემოკრატიზმის ეს ილუზია ათეულობით წლებით გადაწევდა იმ ყველაფერს, რაც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ. ხო, ანუ დრაგი და დემოკრატია არის, კი ბატონო, ისეთი არ არის, როგორიც შენ გინდა, მაგრამ მარტო შენ ხო არ ხარ ამ ქვეყანაში. დემოკრატია ხო დამყარდა მშვიდობიანად გადაბარდა მრავალპარტიულ პარლამენტს. რაღაც ხო? ანუ ლოგიკურად რო ვთქვათ, მიუხედავად ბევრი კრიტიკისა ქართული ოცნების მიმართ, განსაკუთრებით სოციალურ საკითხებში, ეკონომიკურ საკითხებში, ისე რასაც აი წმინდად მართლა რო აი შენი თქმის საერთოდ ფეოდალურ რაღაცაში გადაზარდეს ეს ყველაფერი, ხო? ჯობია რომ აი ესეთ მდგომარეობაში იყო და იმუშაო მემარცხენე ორგანიზაციამ მუშებთან ერთად და ის რაც დღეს და ხვალ და ზეგ უნდა მოხდეს და კიდევ მოხდება, ხო? გაფიცვები იქნება თუ პროტესტები იქნება, ოღონდ სოციალურ საკითხებზე ვსაუბრობ, ავლაპარაკობ ამ სიგიჟეებზე, ხო? ანუ ეს მდგომარეობა ბევრად უფრო კარგ ნიადაგს აძლევს შრომელს, რომ თავისი თავი როგორც კლასი დაინახოს და თავისიანებს გაუერთიანდეს და როგორც კი რაღაცას პლაზმური გაერთიანება მოხდება რაღაცა ერთი და იგივე ხალხის, რომელიც თურმე სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, ხო? აი ამის შემდეგ ათეულობით წლებით გადაიწევს უკანასკნელი საუბრები, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. თან ხო, სხვადასხვა ხალხი მაინც იყოს, როგორც აღნიშნე, ერთგვარი ხალხია, ერთ დროს ერთ პარტიაში იყვნენ, მე რაღაცა ვითომ მოუვიდათ, გაიფანდნენ და ახლა ხუთი პარტია აქვთ. ეს ერთი, მეორე. ანუ მრავალპარტიულობა ესეც მითია, ესეც ტყუილია ეს. ჯერ ეს ერთი ხო მრავალპარტიულობა, როცა იქ არ არსებობს რაღაცა იდეოლოგიური სხვაობები, ხო, ანუ არ არის მემარცხენე, გამოკვეთილად მემარცხენე ძალა, რავი, ცენტრისტული მემარჯვენე ძალა, რომლებიც მე იქ ერთმანეთთან ვაჭრობენ და რაღაცას რა გარანტია, რომ წმინდად რევანშიზმი არ იქნებოდა და სიტყვაზე 45 და 55% რო ყოფილიყო მრავალპარტიული 55%, ეს 55-ის მთლიანი ერთადერთი დავალება რო ის იქნებოდა, რომ რაც არ უნდა ოცნებამ დააპიროს თავისი პატარა უმცირესობით 55% ეს ყველაფერი უნდა ჩააგდო. ანუ რა გარანტია გაქვს რომ ეს არ იქნებოდა? არა, ამ ყველაფერი გააუხურაც მან გააკეთა. რისი თქმა მინდოდა, იცი, აი 2003 წელს, როდესაც იყო არჩევნები, ნაციონალური მოძრაობა კოალიციურად ხო მოვიდა. მე რა მოხდა, ხო? ეს კოალიცია მრავალპარტიული პარლამენტი იყო, ეს მრავალპარტიული პარლამენტი გახდა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დასრულდა ავტოკრატიით და დიქტატურით ბოლოს, ფაშისტური დიქტატურით. ხო? ანუ ეს გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. ის მიდი ნაციზმიც მრავალპარტიული პარლამენტით დაიწყო. კი, ხო და აი ზუსტად ამის თქმა მინდა რომ ეს ხალხი არის, ის ხალხი რომელიც ნახეთ, ანუ საშინელებები აკეთეს, ხო? ყველანაირი განსხვავებული აზრი ქვეყანაში იყო გამქრალი, ანუ საერთოდ რაზეა საუბარი განსხვავებულ აზრში გულისხმობა ეხლა ეს შავანა თელაში სახელმწიფო არ არიან, მაგრამ ეხლაც იგივე საკეთებენ იმ ბერკეტებით რაც აქვს. კი. განსხვავებული აზრის მაქსიმალური სიმკაცრით დევნა. კი, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა Facebook-ზე დაბლოკებით, მასობრივი შემოვარდნებით, ლანცგვით, მუქარებით, ასე შემდეგ. ხო, ანუ ქონდათ ამ მცდელობა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში გაზდიოდათ კიდეც. უბრალოდ ეხლა ცოტა უფრო იმას ქნეს რა, ეს ტრამპის მოსვლის შემდეგ ცოტა აგონიაში არიან, ჯერ ვერ ხვდებიან რა უნდა აკეთონ, მაგრამ ეს ქონდათ და ეს მრავალპარტიულობა, რაზეც შენს ყურადღება გაამახვილე, ხო, ეს მრავალპარტიულობა გამოსავალი არ არის. როგორ შეიძლება მრავალპარტიულობა თვით მიზანი იყოს მრავალპარტიულობა. ანუ პანაცეად გამოაცხადეს, რომ თუ მრავალპარტიული 92 წლის პარლამენტი თუ 95 წლის პარლამენტი ყველაზე მრავალპარტიული იყო საქართველოს ისტორიაში, 16 თუ რაღაცა პარტია იყო პარლამენტში მაშინ. ეხლა თუ ვინმე მეტყვის რომ ეგ პარლამენტი მუშაობდა ძმაოდა მაგ პარლამენტმა შექმნა და რამე დროე ქართული სახელმწიფო არ ვიცი არ იყო ეგრე იმიტომ რომ იქ ხდებოდა რა ვიცი ყოველდღე იყო ერთმანეთს ხურპილს ამტროდნენ და ცემდნენ და გინება და ასე შემდეგ და ანუ რეალურად არაფერს არ აკეთებდა ხო ვერაფერს ვერ აკეთებდა სხვა ფაქტორებიც ჰქონდა მაგრამ ეს პანაცეა არ არის ეს შეიძლება კარგი იყოს იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს რამდენიმე განსხვავებული ძალა შედის იქ და მათ უწევთ რაღაცა კოალიციის კეთება დაუშვათ აი დღეს რომ მემარჯვენე ძალები არიან სულ პარლამენტში და ну სულ ორი ძალაა დღეს მაგრამ საერთოდ აი 30 წლის განმავლობაში სულ მემარჯვენე ძალები რო არიან ხელისუფლებაში და ერთპარტიულად ქმნიან აი ამ რეალობას რა რეალობასაც ქმნიან სოციალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ხო ეს რო შეიცვალოს იმით რომ გაჩნდეს მემარცხენე სერიოზული ძალა რომელიც შევა და იმ მემარჯვენე ძალას მოუწევს კოალიციაში შესვლა დაუშვათ მემარცხენე ძალასთან აი ელემენტარულ ვიზახი ხა არ ვიზახი რომ ესენი საერთოდ თუ ეგეთი ძალა მოვა რეალური მემარცხენე ძალა ხელისუფლებაში სხვა ამბავია მაგრამ თუ ეს კოალიცია შედგება იმ
მემარჯვენე ძალებს რაღაცის აი ევროპული მაგალითი რაც არის რაღაცის დათმობა მოუწევს ხო რასაც რა დღის წესრიგსაც დააყენებს მემარცხენე ძალები და უშუალოდ შრომითი უფლებების ასე შემდეგ ამაზე დათმობაზე წამოსვლა მოუწევთ და ეს აისახება მე რაღაცა შრომელი ადამიანების უმრავლესობაზე სასიკეთოდ ხო ეს შეიძლება იყოს კარგი თორე თავისთავად ახლა იქ 200 პარტია იყოს ან მაშინ არის თითო პარტიიდან ერთი კაცის არჩევის უფლება მქონდეს და 150 პარტიიდან ავირჩიოთ 150 დეპუტატი პარლამენტში და კიდევ უფრო მრავალ პარტიული პარლამენტი გვექნება ხო ეს ხო არ არის გამოსავალი ეს ვის აირჩევ ხო აქ მაგას ხო რა თქმა უნდა ვის ირჩევ და რა ძალა შედის იქ და რაც წარმოადგენს რა იდეოლოგიის გაუმხატველია და ვის ემსახურება და რას ემსახურება ამას აქვს მნიშვნელობა და ის ხალხი ვისაც ასე რომ ვთქვათ თავაზობდნენ პარლამენტში ვის კოალიციურ მთავრობას აქვს თავაზობდნენ ვიცით ვისაც ემსახურებოდნენ ნახეთ ვისაც ემსახურებოდნენ ითხოვდნენ ბომბებს რუსთაველზე ხო და იმ ხალხის გაკეთებული არ თავრობა მინდა არც ოპოზიცია არც არაფერი ხო პირიქით ხალხი უნდა მოშორდეს მაგაზეა საუბარი რომ ეს ველი რო გაიწმინდოს და ჯანსაღი ძალების გამოჩენის რეალური შესაძლებლობა გაჩნდეს ვინც აი ამ დიქოტომიაში არის ჩაკარგული რაღაცა ნაცქოცურ დიქოტომიაში რომ არის ჩაკარგული და ვერ ახერხებს აი ამ წრის გარღვევას იმიტომ რომ ეს საფრთხობელა ნაციონალური მოძრაობის სახით არსებობს და ყავს ქართულ ოცნებად, აი იმათი გაქრობის პროცესი იქნება პირიქით გაჯანსაღების პროცესი. ფაშისტური, როგორ თქვა, ნებისმიერი წამონაზარდის ხეულზე, რომელიც არ არის ორგანული, ანუ ზედმეტია და წამონაზარდია, ეს არის სიმსივნე, ხო? და ეს სიმსივნე თუ არ ამოკვეთე, თუ არ ამოკვეთე და თუ არ მოაშორეს ხეულს, ის აი ამ ხეულის სიკვდილს იწევს და დაახლოებით აი უხეშად თქვა იგივენაირი წამონაზარდია ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობები, ეს თავისი განშტოებებით, რომლებიც აი ამ ხეულს, ქართული სახელმწიფო სახით, ქართველი მშრომელი ადამიანის ინტერესების, მათი საჭიროებების სახით ანადგურებს და კლავს ნელ-ნელა. ბატონო, და რახან ამას სამსაკითხს შევეხეთ ახლა ხო ჩვენ შევეხეთ აი მოკლედ პირველი მსოფლიო ომის კოლონიებისთვის ომი იყო, მაგრამ ისტორიები რა თქმა უნდა ამას მალავენ, ისტორიკოსები არ ამბობენ ეს რომ იყო ჩაგრული ერების ახლიდან დაპყრობის და გადანაწილებისთვის ომი და ეძახიან უაზრო ომს. მაგრამ ეს ყველაფერი იწყება რითი? ევროპის მილიტარისტული ევროპით, ხო? ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს მილიტარიზაცია ემზადებოდნენ რაღაცისთვის თვითონაც არ იცოდნენ რისთვის, რო კითხვა არ იცოდნენ, თუმცა ყველამ იცოდა რომ დიდი ომი გარდაუვალი იყო. ხო, ანუ ეს არის ოფიციალური მიზეზი. მეორე მსოფლიო ომის ოფიციალური მიზეზი ამ შემთხვევაში არის თვითონ ეს იდეოლოგიური დაპირისპირება, მაგრამ ესეც იწყება მილიტარიზაციით, თვითონ ეს დასუსტებული ევროპის ხელოვნური მილიტარიზაციით, ხელოვნურად დასუსტებული ევროპის შემდეგ რემილიტარიზაციით იწყება და რეალურად ამის მიზეზი ხა ისტორიკოსები იდეოლოგიურ ომს ეძახიან რომ და შემდეგ უკვე უადვილდებათ საუბარი რომ ის რა თანაბარი ბოროტებები იყვნენ ხო ამ იდახან იდეოლოგიური იყო თანაბარი ბოროტებები შეგიძლია თქვა მაგრამ ის რომ ეს იყო ბაზრების ათვისების ომი და მით უმეტეს საბჭოთა კავშირის დახურული ბაზრის ათვისების ომი რომ ის უნდა დაშლილიყო და მისი ბაზარზე უნდა შეეღწია დასავლურ კაპიტალს რომ ეს ამისთვის იყო ომი ამ ყველაფერს მალავენ და მოდივართ ახლა იმედია რომ მესამე მსოფლიო ომზე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ მაგრამ თუმცა გავსვლით ხედავთ ნიშნებს ხო ხედავთ ნიშნებს იმას რომ ევროპა დასუსტდა ხელოვნურად დასუსტდა შეექმნა კრიზისი ჩამოეშალა ინდუსტრიები გადადის ეს ინდუსტრიები დიდი ალბათობით ჩაეფლობა ვალებში და ამ ვალებიდან გამოსვლის მეთოდებს შესთავაზებს მხოლოდ მას შემდეგ უფრო დასავლეთით მყოფი მათი მეგობარი როცა მათ მთავრობებში მოვა მათთვის საჭირო კადრები, ხო? ამ შემთხვევაში გერმანიაში უკვე მოსულია მათთვის საჭირო კადრი. იმდენი იძახეს, რომ AfD ფაშისტები არიან, რომ მაგათ წინაზე ნამდვილი ფაშისტი აირჩიეს, რომელიც BlackRock-ის და საბანკო კაპიტალის წარმომადგენელია, იმ წიაღიდან მოდის და თან არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკელი პოლიტიკოსი ისაც პროამერიკულ გერმანიაში, ხო? და მინდა რომ აი ეს განვიხილოთ ახლა მიდის საუბარი უკვე ევროპის რაღაც დიდი უსაფრთხოების ქოლგის შექმნაზე, შიგნით ევროპაშიც დაყოფა ამ შემთხვევაში, ხო, ანუ კონკრეტია იქ ჯერჯერობით სლოვაკეთი არის, აი ბულგარეთიც რაღაცას ჯახირობს და რუმინეთი ცოტ-ცოტას, რუმინეთი საერთოდ სიგიჟე ხდება. ხო, აი ამაზე რო ვისაუბროთ. კი ბატონო, ხო, სწორი პარალელები გავვლე იმ კუთხით, რომ აი დაუშვათ პირველი მეორე მსოფლიო ომის ის აღწერა რაც შემოგთავაზეთ თუ როგორ
ხდება ეს პროცესები და რა იწვევს ამ პროცესებს, ამის ანალოგს ხედავთ ზუსტად დღეს ევროპაში, ხო? რაც თქვი რომ რაღაცა ხელოვნური დასუსტება, ინდუსტრიების ეკონომიკური პრობლემების შექმნა, ჩამოშვა ომი ევროპაში, ხო? უკრაინა-რუსეთის ომი იყო და ეს ომი ევროპაში, რომელმაც გამოიწვია მე ეს ეკონომიკური ჩამოშლა და რეცესია, ხო? აი ეს ყველაფერი ძალიან გავს იმ პროცესებს, რაც აი ამ ორივე შემთხვევაში ხდებოდა ევროპაში. ისიც გავს შემდეგ განვითარება აი ამ პროცესების, აი მილიტარიზაციის ეს რაღაცა გაცხადებული რიტორიკა, რომელიც აქვს მაკრონს და არა მარტო მაკრონს აქვს, ასევე მერც გერმანიაში და ბრიტანეთსაც მათ შორის, რომელიც ასევე საფრანგეთთან ერთად თავაზობს საკუთარ ბირთვული უსაფრთხოების ქოლგას ევროპას და ანუ ძალიან ახლო ნიშნები არის აი ამ სამ დღევანდელ მოვლენასა და იმ ორ მსოფლიო ომის წინარე პერიოდს შორის, ხო? და უბრალოდ იცი რა არის, რომ აქ ეს პროცესები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას როგორ მოახერხებენ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსები, ხო? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ანუ ის ამერიკის თელი ეს რაღაცა ევროპული სტრუქტურა, ევროკავშირი და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, რომ ის ამერიკის წინააღმდეგ არის შექმნილი და ამერიკის დაშლა უნდა და თუ დასუსტება უნდა და ხო, სინამდვილეში ეს იყო ხო, ამერიკელების მიერ შექმნილი მექანიზმი, რომელიც იყო გამოყენებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და პოსტსაბჭოთა სივრცის წინააღმდეგ, ნუ რუსეთის წინააღმდეგ აი ამ ათვისებისთვის. ასევე კრიზისების დასაძლევად, აი მაგალითისთვის მოვიყვან ერთ-ერთი კვლევა Rand Corporation-ი არის ესეთი think tanks ეძახიან ამას, რომელიც ყველაზე პოპულარული არის საგარეო ურთიერთობების დაგეგმვის მხრივ და ფაქტობრივად სახელმძღვანელოდ იყენებენ ხოლმე შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის თავად პრეზიდენტები და შემდეგ. ერთ-ერთი არის მან მოცემული ასეთი ძალიან კარგი ანალიზი, ანუ 2022 წლის იანვარში. თუ შემდეგ გააქრეს ეს გეხსოვებათ ეს fake news-ად მონათლეს, მაგრამ ეხლა რო ნახო, აი ყველაფერი დაალაგებულია თითქოს ნაწინასწარ მეტყველები. 2022 წლის 25 იანვარს გამოდის ეს დოკუმენტი და იქ წერია ძალიან მარტივად. ჯერ ახსნა არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და ეკონომიკური სამომავლო კრიზისი და ესეთ რამეს ამბობენ, რომ კოვიდის პანდემიამ ჩვენთან იმდენად დაასუსტავ ეს საბანკო ინსტიტუციებიო, რო დაიხურა ეს ინდუსტრიები. რომ ჩვენ ფაქტიურად შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებლად შეერთებულმა შტატებმა გადალახოს ეს კრიზისი. ანუ ეს კრიზისი ვიღაცას უნდა შეტენოს. ამ შემთხვევაში ჟარგონზე რო ვთქვა და მოყავს ძალიან კარგი მაგალითი, რომ ჩვენთვის ყველაზე მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი კრიზისის გადაჭრის საშუალება არის იმ ქვეყნებისთვის დავალება სიტყვაზე შეიარაღების ყიდვისა რაღაც, ვინც უკვე ჩვენთან კავშირშია, ანუ ნატო და ევროკავშირი, ვინც ვალდებულია რომ ჩვენგან რაღაცები მიიღოს. ამიტომ მათზე ზეწოლის მხრივ შეგვიძლია ჩვენ გამოვძვრეთ ამ კრიზისიდან. რაც რეალურად გააკეთეს. ევროპას რო მოუწია ამდენი იარაღი, მართლა თავისი კი არის ყველაფერაც უკრაინას მისცეს. აწიც რასაც ითხოვენ, ხო ის ტრამპი რო იძახის თავდაცვის ხარჯების გაზნახვა 5%-ამდე ის იარაღი ისევ ამერიკული წარმოების უნდა იყოს, ამის ხილვა მოუწევს ევროპასაც. რუსული იყიდონ არ ამგონია, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ძალიან გაზარდეს. ხო, აბსოლუტურად გეთანხმები და ეს მექანიზმი, ამერიკული მექანიზმი იყო ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის და რუსეთის წინააღმდეგ, მეორე მხრივ საკუთარი კრიზისების გამკლავებისკენ, რაც ახსენი ძალიან კარგად, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ეს პრინციპში ხო ანუ მცდელობა აი რასაც თავშენ მაკრონი საუბრობს რასაც შოლცი ამბობდა ნუ მეც ყოველ შემთხვევაში არ ვთქვან ჯერჯერობით რომ აი მაკრონი ხშირად უსვამს ხალხს რომ ჩვენ კარგი ცხოვრების გამო გავხდით ამერიკის კოლონია და ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიხსნათ აი ეს ნუ მეც ზედაც უდგას ამერიკის ბაზაზე ხო და აი რიტორიკის დონეზე როდესაც ამას საუბრობენ და ამერიკული რაღაცა იმისგან ჰეგემონიისგან თავის დაღწევაზე, როდესაც საუბრობენ, ეს შეიძლება იყოს რიტორიკული, იმიტომ რომ რამდენად აქვს ევროპას ამის რეალური შესაძლებლობა და რეალური ძალა. ცალკე საკითხია, უბრალოდ აქ ჩინეთის ფაქტორი შემოდის და ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩინეთი ცდილობს ევროკავშირთან და ევროპასთან საერთო ენის გამონახვას ამერიკის წინააღმდეგ. უბრალოდ მე მგონია, რომ მაინც ის
პროცესები, რა პროცესებიც ევროპაში განვითარდება, დიდწილად იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რასაც მოისურვებს, როგორც მოისურვებს ევროპის განვითარებას ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა განვითარდება ისე. უბრალოდ ეს დაუშვათ გარიგება, ასე რომ ვთქვათ, რუსეთ ამერიკას შორის, რომელზეც ბევრს არ ლაპარაკობენ სხვათა შორის სამწუხაროდ. ჩვენთან ყოველ შემთხვევაში მე არ შემხედრეა არსად ვინ ქართულ ჩვენს სტუდიას თუ არ ჩავთვლით, პრინციპში სადაც საუბარი იყოს აი ამ ფარულ გარიგებაზე ამერიკელებსა და რუსებს შორის, რომელიც აი ძალიან იკვეთება ამერიკული რიტორიკის ევროკავშირთან დაკავშირებით, ამერიკული რიტორიკის ნატოსთან დაკავშირებით და რუსეთის რიტორიკის ჩინეთთან დაკავშირებით შეჯამებას თუ გავაკეთებთ. ძალიან მარტივად ეხლა დღეს ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრი იმის რა ქვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს შემდეგ განცხადებას, რომელიც ძალიან მენიშნა, ხო? ანუ ის ამბობს და ცალსახად ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ცნობთ და ვრჩებით ერთგული ერთიანი ჩინეთის აი ამ კონცეფტის და ასევე დაძენს, რომ ისეთი ახლო ურთიერთობები პეკინსა და მოსკოვს შორის, როგორც დღეს არის, არასდროს არ ყოფილა ისტორიაში, მაგრამ თუმცა არსებობს გამოწვევები ამ ურთიერთობებს შორის, ხო? ურთიერთობებს შორის ეს მე ზუსტად ვიკითხე სანამ იმას ვიზამდი, რომ მე მგონი აი რაც უკრაინის ომი დაიწყო, ხო? რაც დაიწყო ეს დაახლოება რუსეთ-ჩინეთის ასე მჭიდრო დაახლოება და სტრატეგიული მოკავშირეობის შეთანხმებით რაც დასრულდა, ხო? აი ამ დროის განმავლობაში გამოწვევებზე რუსულ-ჩინურ ურთიერთობებში არ იყო საუბარი, ხო? ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს ესეთი რა. როდესაც გამოწვევებია. ნუ პრობლემები რაღაცა გამოწვევები, რაც უნდა გადაილახოს, რაც არის აი ამ ურთიერთობებში. ეს გამოწვევები შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, ეხლა ყურე. სხვათა შორის აი ახლა ამას რო ყოფით რომ ამის შემდეგ რო გავაგზავნო პატარა ჩანართს გავაკეთებ. რამდენიმე კვირის წინ, როცა პირველად დაინიშნა სხვათა შორის შეთანხმება რუსეთის ან რუბიოსა და ლავროვს შორის საუდის არაბეთში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესეთი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ მივესალმებით მშვიდობას და შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ ყველა მცდელობა რუსულ-ჩინურ-რუსული ურთიერთობების გარღვევისა იქნება ფუჭი. კი, გამას ხაზი გაუშვეს. სამაგეროდ მე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის, როდესაც რუსულ-ამერიკული შეხვედრა შედგა საუდის არაბეთში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მან საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა შემდეგი განცხადებით, რომ ჩინეთი ცნობს ჯერ ერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს გასაგებია, ჩინეთს თვითონ უდგას ეს საკითხი და აქედან გამომდინარე და მეორე, არ შეიძლებაო რაღაცა ორმა მოთამაშემ გადაწყვიტოსო როგორ დამთავრდება უკრაინის კონფლიქტი, უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ანუ აქ მხოლოდ ჩინ-ამერიკის აქ რუსეთ-ამერიკაზე არის საუბარი როგორც ორ მოთამაშეზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის საკითხზე, რომ უკრაინას არის. ანუ ეს პოზიციები ჩინეთმა უკვე გამოხატა და გამოხატა რუსეთმაც დღეს ლავროვის განცხადებით რბილად, რა თქმა უნდა, მე არ ვიძახე, რომ ეს რაღაცა სამოკავშირო ურთიერთობები რუსეთ-ჩინური ჩამოიშლება გამორიცხული ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ისინი მაინც საჭიროებენ ერთმანეთს, რაც არ უნდა დაალაგდნენ და რაღაცაზე შეთანხმდნენ რუსები და ამერიკელები, ჩინელები მათ მაინც ჭირდება იმისთვის, რომ იყოს სოფლიოში იყოს კონკურენტი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთი რეალურად რა ავიღოთ რუსეთი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტი საკუთარი რაღაცა ეკონომიკური მაჩვენებლებით, ხო? საკუთარი განვითარების დონით, ტექნოლოგიური განვითარების დონით. ის რასაც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც საუბრობენ რუსეთზე როგორც რაღაცა გლობალურ ძალას, რუსეთი არის გლობალური ძალა, იმიტომ რომ არის სამხედრო ინდუსტრიული განვითარებული სამხედრო ინდუსტრიის ქვეყანა, რომელსაც ფაქტობრივად რომელსაც ომში რომლის დამარცხება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ 7000-მდე ბიუთულ ქობის ფლობს ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? მაგრამ ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, ეკონომიკის განვითარების მხრივ, მისი სტრუქტურის მხრივ რუსეთი არის ჩამორჩენილი სახელმწიფო, ხო? ჩინეთთან და ამერიკასთან შედარებით ბევრად. აქედან გამომდინარე, ეს ჩინური ფაქტორი აუცილებლად საჭიროა აი ამ გეოპოლიტიკურ სამპოლუსიან სოფლიოში, მაგრამ რუსებს არ ავიწყდებათ ერთი რამ და ვერც დაივიწყებენ. აი რუსულ-ჩინური ეს ალიანსი რაც შედგა, რაზე დაფუძნებით შედგა, ხო? როდესაც უკრაინის ომი იწყება, ადებენ რუსებს სანქციებს, რუსეთს ეს სანქციები გამოიხატება იმაში, რომ ნუ იზღუდება
რაღაცა მინერალების, რაღაცა მეტალების შესყიდვა, ნავთობის, გაზის შესყიდვა რუსეთისგან, რაც სერიოზული დარტყმა რუსული ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ რუსული ეკონომიკა დგას ძირითადად რესურსებით ვაჭრობაზე, საკუთარ რესურსებს ყიდის, უпростоრად ყიდდა, დღეს უკვე სხვა რეალობა, აი ამ ომისგან გამომდინარე, მაგრამ ომამდე ეს ასე იყო. ხო? აქედან გამომდინარე ეს იყო სერიოზული დარტყმა რუსული ეკონომიკისთვის და ამიტომ მოუწია დივერსიფიკაცია რუსეთს ბაზრის, ხო? ევროპული ბაზრიდან მოუწია აზიურ ბაზარზე გადაწყობა და ამის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი გახდა ჩინეთი. უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით ჩინეთი რუსეთისგან დაუშვათ აი ამ ყველაფერს ენერგომატარებლებს და სხვა რესურსებს ხო წიაღისეულებს თუ სხვა რესურსებს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ყიდულობს დაუშვათ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად ეძლევა საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასადაც კი ანუ ჩინეთი ფაქტობრივად ძარცვავს რუსეთს ესე რომ ვთქვა, უხეშად რომ ვთქვა. ტრამპის ენაზე რომ ვთქვა. კი, ტრამპის ენაზე რომ ვთქვა, ჩინეთი ძარცვავს რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთს სხვა გზა არ ქონდა. ან საერთოდ ვერ უნდა გაიყიდა, ან გაიყიდა იმ ფასად, რასაც ჩინეთი თავაზობდა და ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა ჩინეთისთვის მიეცა ის რესურსები, იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე ის მისი საბაზრო ღირებულება იყო. ხო და ეს საკითხი არის გამოწვევა რუსულ-ჩინურ ურთიერთობებში, არის გამოწვევა ის, რომ რაღაცა რუს-ჩინური კაპიტალი არის შესული, რაღაცა როგორც ჩვენთვის არის გამოწვევა, რომ რაღაცა უცხოური კაპიტალი შემოდის, არასაჭირო კაპიტალი ამ შემთხვევაში, რომ უცხოური კაპიტალი შემოდის, წინააღმდეგები არა ვართ, მაგრამ თუ ეს უცხოური კაპიტალი რაღაცა ტექნოლოგიურ პროგრესს არ ქმნის და მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებას არ იმხნის და ინდუსტრიას არ იმხნის და კაფე-ბარს მიხსნის და რესტორანს მიხსნის, მე ესეთი ინვესტიცია გამჭირდება, ხო? აქედან ზუსტად აი ესეთი ინვესტიციები რუსეთში არის მძლავრად შესული, რომელიც იქ ეუფლება ადგილობრივ რუსულ წიაღისეულს, რუსულ ნავთობს, რუსულ გაზს და გააქვს მე რუსეთისგან და ესეც გამოწვევა ჩინურ-რუსული ურთიერთობებისთვის და შესაბამისად ეს რაღაცა შეთანხმება ამერიკულ-რუსული შეთანხმება იქნება ბალანსის შეთანხმება რუსეთისთვის ყოველ შემთხვევაში მე ესე წარმომიდგენია მე ესე მგონია რომ ეს იქნება ბალანსის შეთანხმება როდესაც რუსეთი ეცდება რომ ის გამოწვევები რაც მას აქვს დასავლეთის ფრონტზე ამერიკასთან და დასავლეთთან დაუშვათ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რაღაცა საკუთარი გავლენის სფერო წარმოჩინების მიმართულებით დაიკმაყოფილოს და ასევე დაიკმაყოფილოს ჩინეთთან ის გამოწვევები რაც ეს რამდენიმე რაც ჩამოთვალეთ ახლა ხო აი ეს გამოწვევები გადაჭრას ჩინეთთანაც იმისთვის რომ ის იყოს უბრალოდ ჩუაში იმისთვის რომ ის არ იყოს არც ერთ მხარეს როგორც დღეს არის დღეს რუსეთი და ჩინეთი არიან ერთ ფლანგზე რაღაცა ამერიკული და დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ რაც სწორია და სწორი იყო ყოველ შემთხვევაში მაგრამ ის რომ აი ძალიან მარტივია ჩვენც ამას ვიძახდით და დღემდე ამას ვიძახით და ამას უჩიჩინებთ ამ ხალხს რომ და ამ ადამიანებს რომ არ შეიძლება ერთი სახელმწიფო წარმოქმნილი კონდეს ბოროტებად მეორე სახელმწიფოს სიკეთედ საერთოდ აი ამ კატეგორიებით იაზრონო პოლიტიკაში ჩერჩილმა თქვა ხო რომ არ არსებობს პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები ხო არსებობს მუდმივი ინტერესები 2 წლის წინ რუსულ-ჩინური ინტერესები იყო ისეთი რომ ერთმანეთს ჩაიხუტნენ ძალიან ძლიერად, მაგრამ დღეს ეს ინტერესები სხვა. ამიტომ ეს ჩახუტება შეიძლება დამთავრდეს განხუტებით, ასე რომ ვთქვა, ანუ ჩაიხსან ერთმანეთს, ხო? ანუ ეს ნებისმიერი პრაგმატული სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი სუვერენიტეტი, იცის საკუთარი ინტერესები, უნდა იქცეოდეს ესე. არავის არ უნდა გადაყვე იმაში, რა ქვია, უსკულში. თუ როდესაც ხედავ, რომ ევროპა მიექანება უსკულში და შენ კიდე რაღაცა აი ამ უსკულში გინდა რომ მას გადაყვე და გაქრე ეს არ არის პრაგმატული პირველი შენ კრავს ხო პირველი შენ ხტები ხო კრავს კი არა ხტები ანუ კი ის კრავს იმით რომ ხალხს აგიფინანსებს ისეთებს ვინც გეუბნებიან რომ უნდა გადახვდეთ მაგრამ ხო მიყვები და ხტები ხო ანუ ეს არის ის პრობლემა რა პრობლემის წინაშე ჩვენ ვარ და კიდევ ერთი კონტექსტი აი ევროპის კონტექსტში შემოვიდნენ დაუშვათ ოღონდ სირია ვახსენეთ ჩვენ სირიის მაგალითი ხო ყველა ნახა ალბათ აი რაღაცა საშინელი კადრები ვცელდებოდა სირიაში რაც ხდებოდა რაღაცა იმ ტერორისტულმა ჯგუფმა რომელიც მოვიდა იქ ასადის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ისლამური თუ თავისუფლების არმია სირიის თუ რაღაცა დაირქვეს გამანთავისუფლებელი არმია და ამ ხალხმა იქ მოაწყო გენოციდი ფაქტობრივად ქრისტიანი სირიელებისა და ალავიტების მიმართ ხო და ეს არის ის ადამიანები ის ზალა
რომელიც ხარდაჭერილია ევროკავშირის მიმართ, ევროკავშირის მხრიდან და ევროპული ქვეყნების ეს ხო ევროპა მონათლა. შეგვიძლია ვთქვა ბერბოკი იყო პირველი ბერბოკი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამოვიცა რაგვარი არის, ორივე იყვნენ ეახლდნენ აი ამ კაცს, ვინც ალ-შარა თუ ვიღაცა, ეახლდნენ იქ ფოტოები გადაიღეს და დიდმა ბრიტანეთმა ამათი მოსვლის შემდეგ ბლინკენმა თქვა რომ 10 წლეული უკვე რამდენიმე 10 წლეულია ეს დემოკრატიული რამე სირიაში არ მომხდარა. ძალიან დემოკრატიული პროცესები მიდის ახლა სირიაში და ანუ თელს სირიულ სახელმწიფო ნავთობ კომპანიებს სახელმწიფო ნავთობ კომპანია რეჟიმის დროს სახელმწიფო იყო ეს ნავთობ კომპანია ცენტრალურ ბანკს დიდ ბრიტანეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული როგორც კი ესენი მოვიდნენ სანქციები მოიხსნა. ხო ეს პირდაპირ გამოხატავს ევროპელების ხარდაჭერას თუ არ ყოფნით იქ ჩასვლა და ის ფოტოები რაც არის ხო პირდაპირ გამოხატავს აი ამ ხარდაჭერას აი ამ ხალხის მიმართ და ეხლა 17 მარტს ბრიუსელში არის კაც მიწვეული სირიის რაღაც არ ვინც არის რა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტერორისტი ბრიუსელში რაღაც სახელმწიფოთა სამიტია და იქ არის მიწვეული და კაცი სირიელი არ არის საუდის არაბეთთან ანუ სხვა ქვეყნის შვილი დაუნიშნეს პრეზიდენტად სირიელებს. ხო და ეს მაგალითია, ყურე, შეიძლება ხა საუდის ასადის რეჟიმის იმათ ვერ გამოვდგები მე არ ვარგო და დარწმუნება 55 წელი რომ ერთი კაცი იქნება იმის ქვეყნის სათავეში, სტალინი უნდა იყოს მინიმუმ მაშინ რომ იქ ნორმალური სახელმწიფო შეინარჩუნოს, მაგრამ და არ იყო ის ასადის სტალინი და გასაგებია რომ სერიოზული პრობლემები შეიძლება და ქონოდა იმ რეჟიმს და შეიძლება შესასრულიც იყო, კი ბატონო, მაგრამ ის რა დასავლეთის აი ამ რაღაცა მონაწილეობის შედეგად რა პროცესები ჩვენ აქ მივიღეთ და რა შედეგებიც მივიღეთ, ხო? ეს ხო, რატო უჭერდნენ მათ ხარს, ხო? ეს ხო არ იყო ძალიან მარტივად რომ ახსნათ. ისინი ხო სირიაში შემთხვევაში ხო არ ფიქრობდნენ სირიელი ხალხის დემოკრატიულ განვითარებას. ერთ მარტივ რაღაცაზე ფიქრობდნენ. რუსეთის განდევნას ხმელთაშუა ზღვის და ასე შემდეგ და იმის არაბეთის ინდოეთის ოკეანეს და აი ამ მიდამოებიდან რომელიც სავაჭრო გზებია და ნუ ამ რუსეთის ის ორი ბაზა რომელიც სირიაში არის აი ამ სავაჭრო გზების კონტროლისთვის არის საჭირო ხო აი აქედან რუსების განდევნის რაღაცა მცდელობა იყო სირიაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება ეს ომი და ის საბოლოოდ აი მათი ხელისუფლებაში მოყვანა ხო მაინც ვერ განდევნეს და მაინც ვერ განდევნეს ეს ერთი და მეორე ეს დაუჯინეს სირიელ ქრისტიანებისა და სირიელი ალავიტების ბავშვების, ქალების და კაცების ჯვარზე გაყრიც და იქ დახვრეტის ფასად. კი ბატონო და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ნუ ერთი მხარე არის იქიდან უკვე რეგიონზე რო გადმოვიდეთ, ხო? იქ ისრაელი ამბობს, რომ ის დრუზებს დაიცავს, მზად არის დრუზების დასაცავად, უпростоრად ამას განცხადებული აქვს ისრაელს. და ასევე ძალიან საინტერესო არის ეს ჩვენი ისტორიული მეგობარის ამ შემთხვევაში თურქეთის პოზიცია, რომელიც მიესალმება, პირდაპირ ასე ამბობს, მიესალმება ალჯოლანის იგივე ალ-შარას თუ ალ-შაარას, რაც არის გვარი, მიესალმება მის მცდელობებს სტაბილიზაციის, ანუ ეს სტაბილიზაციის მცდელობა მისი მოწოდებით, ანუ ამიტომ მინდა ვისაუბროთ ჩვენს პერსპექტივებზე, ანუ პირველ რიგში დავანებოთ თავი მართლა ყველაფერს და აი შეგვიძლიათ აი ხო ხედავთ რა ხდება, ანუ ის რომ არავინ ესეთ სირია ჩვენზე სუსტი ნამდვილად არ ყოფილა, არც რესურსებით არ ყოფილა ჩვენზე სუსტი, არც შეიარაღებით არ ყოფილა ჩვენზე სუსტი, არც კონტაქტებით არ ყოფილა ჩვენზე სუსტი ასადის რეჟიმი. პირიქით შეიძლება იყოს. ბევრად ძლიერი იყო მაგის თქმა მინდა, არც ტერიტორიული მოწყობით, არც მოსახლეობით, მაგრამ მომენტი დაიჭირეს თუ არა ამ ეპოქაში რომ შეეძლოთ გაეგლიჯათ სისხლის გემო იგრძნეს თუ არა სისხლის სუნი გაგლიჯეს. კი ბატონო. და დღემდე ეს პროცესი მიდის, ანუ ჯერ ეს ერთი ეს არის შენი სათქმე, რომ შენ გარანტიები არ გაგაჩნია. შენი დამცველი აქ არავინ არ არსებობს, ხო? ელემენტარული ავიღოთ ღაზაზე რო ეუბნებოდნენ ამერიკა რო ეუბნება რომ აი თურქეთს კი არა ეგვიპტეს და ლიბიას რო ეუბნებოდ რომ შეიფარეთო ეს ხალხი თქვენიანები არიან ანუ ჩვენ მონათესავე ერიც არ ყავს ანუ რო შეგვიფაროს ვიღაცამ ეგეთიც არ აქვს ხო ანუ და აი ჩვენ რა პერსპექტივებს ხედავთ ამ შემთხვევაში ანუ რა გარანტიები შეიძლება რა შეიძლება იყოს შენი გარანტია გარდა იმისა რომ სიტყვაზე ჩინური ინტერესები ისეთი ინტერესები რომელიც კარგია რა თქმა უნდა პორტის სახით არა გულისხმობს სასტუმროებს არაბულ სასტუმროებს და რაღაცებს ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ხო ანუ რა შეიძლება საქართველოს გააკეთოს ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ ჩვენ გავძვეთ თან ეს ყველაზე ცუდი არის ის რომ რა თქმა უნდა ნელა გადის დრო როდესაც ომია ხო მაგრამ ის არის მხოლოდ დასაწყისია
რუსეთ-უკრაინის ომი იყო დასაწყისის, აი პირველი წერტილი, რომ მორჩა რუსეთმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს ევროპის შუაგულში. ეს არის ყველაფრის დასაწყისი. საკუთარი მონათესავე ხალხის წინააღმდეგ. კი ბატონო. აი ეს არის ყველაფრის დასაწყისი და ამის იქით ეს ყველაფერი კიდევ უფრო დამძიმდება თუ ისტორიას დაუჭერებთ. თან ეს ხო, ანუ უკრაინა არის ევროპა, ხო, ანუ ეს ხდება ევროპაში და ჩვენი რეგიონი ხა რამდენიც არ უნდა იძახონ ამათ ევროპაში ვართო, ჩვენ რეგიონში ვყავს მეზობლად, რაც თქვით, ხო, რაც ვიცით ეს 4-5 სახელმწიფო, ამის გარდა ცოტა ქვევი თუ ჩავალთ, ეს ჩვენს რეგიონად მოიაზრება, ყავს სირია, ყავს ერაყი, ირანი, რა ვიცი, ლიბანი და ასე შემდეგ, ხო, ანუ რეგიონია, რომელსაც რაღაცა ასანთის ერთი ღერის ანთებით შეიძლება მთელი რეგიონი ჰაერში აიწიოს, ხო? ანუ რეგიონი არის და ვარსებობთ რეგიონში, სადაც სირიის თემაზე რომელზეც ვსაუბრობთ, ნახეთ რაღაცა ქრისტიანების გენოციდი და ალავიტების გენოციდი, რომელსაც როგორც შენ აღნიშნე, ეს ყველაფერი ევროკავშირთან ერთად როგორც ევროკავშირი იყო, ამის ხარდაჭერი ყოველ შემთხვევაში რიტორიკულად მაინც ხო? რიტორიკულზე მეტად, ანუ ფიზიკურად და უშუალო ხარდამჭერი იყო თურქეთი. რომელიც აიარაღებდა ამ ხალხს, წვრთნიდა ამ ხალხს, ეს არ არის დამალული და ეხმარებოდა აი ამ ოპერაციის განხორციელებაში, ხო? ტრამპმა თქვა ეს მე ხელები დამიბანია, მე არაფერ შუაში არა ვარ სირიაში რაც ხდება, ეს არის პირდაპირ იმის რა ქვია თურქეთის ნამოქმედარიო პირდაპირ თქვა. ხო, აქედან გამომდინარე ეს ძალა თურქეთი, რომელიც ასევე არ უნდა გამოგჩეს თავარი კონტექსტი კიდევ ერთი თურქული პოლიტიკის, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსულ პოლიტიკასთან და რატომ იმ ევროპულ მილიტარისტულ პოლიტიკას, რასაც საფრანგეთი, მაკრონი, რომელსაც როგორც ერთმა კაცმა უთხრა ნაპოლეონმა წარმოუდგენია თავი, მაგრამ არ არის ნაპოლეონი, აი ამ რიტორიკას არის აყოლილი. თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა ევროპის რემილიტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღების და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის იყოს ერთ-ერთი მთავარი რაღაცა ძალა თანამედროვე ახალ ევროპულ დღის წესრიგში და ასევე რამდენი 20 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, ხო? ხო გახსოვს, ხო გვახსოვს ყველას მაყურებელსაც ახსოვს, რომ ეს თემა თურქული პოლიტიკის დღის წესრიგში არ არსებობდა. გამქრალ იყო ამას ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების ცდილობის შემდეგ 2016 წელს საერთოდ ამბობდა, რომ მე არ მინდა ევროკავშირი, თუ მათ ჩვენ ავჭირდებით, ჩვენც ავჭირდება ის. აი ეხლა აი ამ პროცესების პაულა ტრამპის იქ მოსვლისას ევროკავშირის წევრობის საკითხი თურქეთმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, ხო? ანუ თურქეთი ცდილობს საკუთარი პოზიციების რეგიონში გაძლიერებას, ამის მაგალითია სირია, ამის მაგალითია ევროპის აი ამ რემილიტარიზაციის პროცესში უშუალო მონაწილეობის ესეთი აკვიატებული სურვილი და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თურქულ-რუსული ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვა რეგიონში, ჩვენს რეგიონში, ხო? ეხლა ჩვენი რეალობა როგორია? ჩვენი რეალობა არის შემდეგი, რომ ჩვენ დაპირისპირებულები ვართ რუსებთან დღემდე ღიად, იმიტომ რომ შეიძლება სააკაშვილის ბავშვად მთავრობასავით დედას არ იგინებიან მთავრობის მეთაურები და პარლამენტარები რუსების მიმართულებით, მაგრამ შენ როდესაც კონსტიტუციაში გიწერია ჩანაწერი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელი შემშლელია თანამედროვე რეალობაში როგორი მსოფლიოც დღეს არის, ის ჩანაწერი კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით საქართველოს უკარგავს მომავალს, იმიტომ რომ საქართველოს არ აძლევს ლავირების საშუალებას. საქართველოს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მოერგოს ახალ დღის წესრიგს, ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც მსოფლიოში მყარდება და ეს არის ძველი მსოფლიოს, რაღაცა წარმავალი მსოფლიოს, იმ მსოფლიოს, რომელიც დაინგრა და რომლის დანგრევებში შეიძლება მოყვეს, ხო, არა, ზღაპარი იყო კი, მაგრამ უბრალოდ ძალას წარმოადგენდა მაშინ იმ მსოფლიო, ნატო და ევროკავშირი და დღეს აღარ არის ეგრე. დღეს მივიღეთ მრავალპოლუსიანი სამყარო და ჩვენ გონია ამ ჩანაწერებს, გონია კი არა, ჩვენ ტყვევართ ამ ჩანაწერის, რომელიც არის იმდროინდელი ჩანაწერი, როდესაც ის მსოფლიო არსებობდა ისეთი, როდესაც ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი წყვეტდა რაღაცა სერბეთში გაჩნდებოდა თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო კოსოვოს სახით, ხო? აი ეგ ეპოქა დამთავრდა, ამაზეა საუბარი და ჩვენ აი ჩანაწერით აი ამ ეპოქის ტყვევართ, ჩვენ ვერ აი ეს პროცესები რაც რეგიონში მიდის, ხო, ჩვენთვის გარანტორი აი რაც იკითხე, რასაც ვკითხულობთ, ვინ შეიძლება იყოს გარანტორი ჩვენი უსაფრთხოების, ხო? ვინ უნდა იყოს, ხო, თუ არა რუსეთი, ხო, გამორიცხულია
ევროპაში მდებარე ევროპის ერთ-ერთი ევროპის უდიდესი სახელმწიფო უკრაინა. ხო? ყველანაირად ტერიტორიულად, ქვია, საკუთარი ეკონომიკური, ინდუსტრიული შესაძლებლობების კუთხით, თვითონავებსაც წარმოებდა დღემდე. საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, გავიგე, მაგრამ უკრაინამ შეინარჩუნა, ხო? თავისი წარმოებები ძალიან დიდი ნაწილი გემჩენებელი ხარხტები და სერიოზული ინდუსტრიული სახელმწიფო, ხო? მიწასთან არის გასწორებული იმის გამო, რომ ვინც უთხრა და ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომ ჩვენ დაგიცავ და არავის არ მივცემთ უფლებას, რომ შენ რაღაცა იმ ხალხმა ზუსტად მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი მადაგასული, მაგრამ მაინც პრეზიდენტი ჩაიყვანა საკუთარ სახლში ვაშინგტონში დასვა და კამერებისგან დასცინა. ხო? და ყველაფერში დამნაშავე გამოიყვანა ზელენსკი. ზელენსკის არ ვიცავ, მაგრამ ზელენსკი არ არის ყველაფერში დამნაშავე. ზელენსკი გააკეზა ვიღაცა. ზელენსკის გააკეთებინეს ის, რაც გააკეთა, ხო? თვითონ გააკეზა, თან თვითონაც ამას ამბობს, რომ 2016-დან 2020-მდე მე რო ვიყავი, მე ჯაველინებს გაძლევდი. თავისე გაკეთებულზე დასცინა. კი. ხო, ეს თვითონვე ფაქტიურად დაუტოვა ბაიდენს მილიტარიზებული უკრაინა, რომელიც უნდა მიიქცეულიყო რუსეთს. კი, რა თქმა უნდა. ხო და მე აბრალებს ამ ყველაფერს ბაიდენს დაძელეს. ეს კონტექსტი რომ 2022 წელს იწყება სპეციალური ოპერაცია, რასაც რუსეთი აცხადებს, უბრალოდ 2014 წლიდან იქ ომი მიდიოდა, ხო? ბატონო. იქ 2014 წლიდან აი ამ ამერიკული ჯაველინებით, რასაც ტრამპი აძლევდა უკრაინელებს, იქ უკრაინელები ხოცავდნენ ეთნიკურად რუს ქალებს, ბავშვებს და კაცებს დონბასში და დონეცკში. ხო, ფაქტია ეს, ანუ რა ვიცი. თუ არ იცით, მოძებნე და ნახავთ, ხო და აქედან ეს ინტერესი, ჩვენი ინტერესი დღეს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გონს მოვეგოთ და ვაწარმოოთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ინტერესებშია, ჩვენს ინტერესებში რა არის, რომ იმ დიდ მეზობელთან გიდევს წინ. აი ამდენი ხანია ვამბობთ, ხო, აი მე მგონი ჩვენ დავიწყეთ 3+3-ზე ლაპარაკი, არავის არ ახსოვდა მართლა. აი ეს ფორმატი გიდევს წინ, სადაც 3+3 კი ქვია, მაგრამ თუ ჩვენი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა ავიღოთ ამოსავალ წერტილად. იქ ხარ 5+1-ზე. ხო. დანარჩენი შენ და რუსეთის გარდა 4 წევრი შენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. რუსეთის აღიარებს, იმიტომ რომ წესდებაში არის იმის 3+3 ილია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც 3+3-ში წევრიანდება, გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების შიგნით. კი ბატონო. ანუ ამაზე ხელი მოწერილი. კი, ხო და იქ წევრიანდები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი. თლიანობაში წევრიანდები და ამაზე რუსეთი თანახმა. ჩვენ არ ვართ თანახმა. არ ვიცი რა გვინდა. რა უნდა არ ვიცი, ანუ კი ბატონო, და აი ბოლო რამდენიმე წუთი გამოვიყენოთ ეს პატარა საკითხი, ახლა ჩამოვარდი საუბარი უკვე 30 დღიან ზავზე. ხო. 30 დღიანი ზავი, თავიდან საერთოდ სიგიჟე ზავი ჰქონდათ შეთავაზებული, თავიდან ჰქონდათ და თქვა, ჩვენ რაც დაგვიმთავრდაო. ის თქვენც აღარ გამოიყენოთ უკრაინას რაკეტები აღარ ისროლთებდა, ჩვენ აღარ გვაქვს. ხო, ანუ ეხლა უკვე მთლიანად შეწყვეტაზე მიდის საუბარი და ანუ რეალურად არც იმას არ მალავენ, რომ ეს 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება ხელახლა შეიარაღების 30 დღე უკრაინის, ანუ რასელოდებიან, აი რა მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, ესეთი რაზე უნდა დაითანხმონ ამ შემთხვევაში რუსეთი, რომ ამაზე თანახმა იყოს. რუსეთს გაცხადებული აქვს საკუთარი პოზიცია, რაზეც ლავროვმაც თქვა დღეს და პუტინმაც ისაუბრა, რომ ანუ ჩვენ არ გვინდა რაღაც 30 დღიანი მშვიდობა, ჩვენ რუსული ინტერესი არის, რომ ჩვენ მივიღოთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის გზით არის. კი, მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც რამდენიმე 10 წლეულიან მშვიდობას მინიმუმ, ხო? ანუ ის რომ თუ ეხლა ჩვენ გავჩერდით დღეს და აი 2 კვირაში უკრაინას იარაღს რომ მიაწვდენ და კიდევ ომი ატყდა, ეს არ არის რუსული ინტერესები და გასაგებიც არის, იმიტომ რომ ეხლა სადღაც რა ვიცი, 9 მილიონამდე რუსი არის ამ ომში დაღუპული, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ესე ამდენი ადამიანი სიცოცხლე წყალში ჩაღარო და საკუთარი ინტერესები უკან დახიო, ხო, რაღაცების დახევა მოუწევს რუსებს ალბათ, იმიტომ რომ საბოლოო მოლაპარაკებები კომპრომისია, ხო, ისინიც რაღაცას დათმობენ, რუსებიც რაღაცას დათმობენ, მაგრამ არის რაღაცა წითელი ხაზები, რომელსაც რუსები არ დათმობენ. ერთი წითელი ხაზი არის ეს, რომ მათ გრძელვადიანი მშვიდობა ჭირდება და ეს აუცილებელია რუსეთისთვის, ეს ერთი, მეორე წითელი ხაზი არის ის შეიტანეს და თავის კონსტიტუციაში ის ტერიტორიები. კი, იმაზე საუბარი არის და მესამე წითელი ხაზი არის რა ეს ევროპელებს რა აქვს რაღაცა იდეები რომ იქ რაღაცა ფრანგული ჯარი უნდა ჩადგეს თურმე როგორც სამშვიდობო ჯარი ან ბრიტანული ან გერმანული ჯარი ეს არის მესამე წითელი ხაზი რომელზეც დღესაც ლავროვმა აღნიშნა რომ გამორიცხულია ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის
მნიშვნელოვანი ეს ხო ნატო რა თქმა უნდა თურქეთმაც გამოთქვა სრული რა თქმა უნდა კი და ნებისმიერი ნატოს წევრის ქვეყნის ჯარი რა ქვია უკრაინის ტერიტორიაზე თუნდაც სამშვიდობო მისიის ფარგლებში იქნება საფრთხე რუსეთისთვის და რუსეთი ამას არ დაუშვებს არ დათანხმდება კაცრად არის ეს წითელი ხაზები გაულებული და აქედან გამომდინარე ეს შეთანხმება ალბათ შედგება ძალიან მალე და საბედნიერო და ძალიან კარგია რომ წესი ძალიან მალე უკვე ეს ომი დამთავრდება და რაღაც ეს რაოდენობა ეს კატასტროფული ციფრი და მილიონამდე ადამიანი ხო 21 საუკუნეში მილიონი ადამიანი გაწყდა დახოცეს ერთმანეთი აი ამ რაღაცა სიგიჟის გამო ვიღაცების გიჟური ფანტაზიების გამო და იმის გამო რომ ვიღაცას გონია რომ მთელი მსოფლიო არის მისი ხო და რუსეთს დაშლის და რუსეთს დაშლის ხო და აი ეს რომ დამთავრდება აი ძალიან კარგია და უბრალოდ ერთი რაღაცა არის რომ აი ამ პროცესში ჩვენ არ უნდა ჩამორჩეთ ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ რა გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ისე არ უნდა მოხდეს რომ ჩვენ ამ პროცესების მიღმა აღმოჩნდეთ და მე თავზე დაგვიკაკუნონ აბა შენ რას აკეთებ და როგორ იქცევ ის დამთავრდა და ეხლა შენი ჯერია აი ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს არ მოხდეს კი ბატონო და ამოიწურა ჩვენი გადაცემის დროც შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია როგორც ყოველთვის მე და ცოტნეს ძალიან საინტერესო დინამიური საუბარი გქონდა დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად ვსანდებოდეთ